ოცნების პროპაგანდის ძმანჩო გიორგობიანს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება, პროკურატურამ მას ბრალი ოფიციალურად წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით გიორგობიანმა მაღაზიის თანამშრომლებს ფულის დახურდავება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი დაზარალებულებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მაღაზიიდან გასულმა გიორგობიანმა შემთხვევის ადგილას 5 პირი მიიყვანა. ბრალდებულები 19-20 წლის ბიჭებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გიორგობიანის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლოს სავარაუდოდ ხვალებს ჩერებს. ინსულინი, რომელსაც დანიური კომპანია ნოვო ნორდისკი აწარმოებს, ქვეყანაში აღარ შემოდის. ფაქტს ადასტურებს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მყოფი მიხეილ სარჯველაძეც. მისი თქმით, დეფიციტის მიზეზი კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევაა. მედიკამენტის დეფიციტზე წერენ მშობლებით. სარჯველაძე მოქალაქეებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დიაბეტის მქონე პაციენტები უზრუნველყოფილები არიან ფრანგული წარმოების ინსულინით. ლავროვი პუტინის ნდობას კარგავს, ამის შესახებ რუსული მედია წერს. მათი ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შორის ურთიერთობის დაძაბვა ტრამპთან ჩაშლილმა შეხვედრამ გამოიწვია. მედია წერს, რომ ლავროვი არ დასწრებია გუშინდელ უსაფრთხოების საბჭოს ხდომასაც. ფილიპინებში ტაიფუნს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. პლასტიკია ქვეყანაში 2 დღის განმავლობაში იყო. ფილიპინების შემდეგ ტაიფუნი კალმაიგი დღეს თავს ვიეტნამს დაატყდა.